20-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ სულ რამდენიმე საათის წინ დატოვა მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორი. თითქმის ერთკვირიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტი ამბობს, რომ ის კვლავ გააგრძელებს ბრძოლას, კვლავ იქნება იქ, სადაც გადაწყდება საქართველოს ევროპული მომავალი და გააგრძელებს იმ ბრძოლას, რომელიც ქართული ოცნებისთვის ასე ძალიან იქცა დიდ თავის ტკივილად. ვახო სანაია ფიქრობს, რომ ახლა ქართულ ოცნებას თავისუფალი მედიის წარმომადგენლებთან ბრძოლა აქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ სწორედ თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ვინც ღიად საუბრობენ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, სწორედ ეს ადამიანები დააშინოს, თუმცა ქართულ ოცნებას წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ვახო სანაიამ პირდაპირ უთხრა, რომ მას და მის კოლეგებს არაფრის ეშინიათ და მისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დაკავებული ჟურნალისტის თუ სამოქალაქო აქტივისტის ნაცვლად ქუჩაში ერთად გააგრძელონ საქართველოს მოქალაქეებმა ბრძოლა. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ სულ ფეხებზე ვკიდია ეს კანონები, რომელსაც ეს ეგრეთ წოდებული კანონები, რომელსაც ესენი იღებენ, ვერანაირი ეს ვითომ კანონები ვერ გააჩერებს იმ პროტესტს, რომელიც არის საქართველოში და ეს აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით. ქართულ ოცნებას უნდა თქვას, რომ აი მე მათი აგრესია ჟურნალისტების მიმართ ახალი არ არის, ეს ყველას ჩვენს თავზე გადატანილი გვაქვს წლების განმავლობაში. ყველას დავიჭერ და როდესაც ის ამას აკეთებს, ეს არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამოხატულებაა. მე ხელი შემეშალა ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, ისევე როგორც ქეთას ვასილ ივანოვიჩ კოვანს, სხვებს, ვინც დაიჭირეს ამ პროტესტში მონაწილეობის გამო. მაგრამ ეს ხელშეშლა არაფერია იმ ხელშეშლასთან, რასაც ისინი აკეთებენ, ისინი ამ ქვეყანას უშლიან ხელს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეხლა რა ხასიათზეც ვახო გამოვიდა იზოლატორიდან, რა წერილებსაც იწერებიან საქართველოში განფენილ იზოლატორებში, რა ვიცი, სვანეთიდან დაწყებული, ფოთიდან გაგრძელებული და დუშეთით დამთავრებული ადამიანები, რომლებიც ზუსტად იციან, რის გამო გამოდიან ქუჩაში, რატომ კეტავენ თუნდაც რუსთაველს. იმიტომ ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის მათი პასუხისმგებლობა. ვახო სანაიამ და ქეთა ციცქიშვილმა რამდენიმე საათის წინ დატოვეს წინასწარი მოთავსების იზოლატორი, თუმცა აქტიურად გრძელდება დაკავებების სერია. ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან თავისუფალი მედიის წარმომადგენლები, ასევე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები და გრძელდება ასევე მედიის წარმომადგენლების დაკავებების სერიაც.